დღეს მეგობრებო გადავწყვიტეთ ვისაუბროთ თემაზე, რომელსაც ქვია დიეტა. დიეტა, ხო ვიცით დიეტა? სტორიკვება და ყველა რაღაცეები რაც დიეტას უკავშირდება ადამიანები დიეტაზე არიან, დიეტოლოგები და ასე შემდეგ. მოკლედ, უნდა ვიხუმროთ დიეტაზე, მაგრამ ეხლა რაში არის საქმე? უყურეთ, დიეტაზე რომ უნდა ვიხუმროთ, შესაბამისად უნდა ვიხუმროთ სიმსუქნეზე და სიგამხდრეზე. ანუ ადამიანებზე ვინც მსუქნები არიან, ვინც გამხდრები არიან. მე ბევრი ვიფიქრეთ, არ გვიდოდა რომ ჩვენი უწყინარი ხუმრობები ვინმესთვის საწყენი იყოს რა. აი მაგალითად ახლა რო ვიხუმროთ მსუქანი მაგალითად ვახსენოთ მსუქანი გოგო. შეიძლება ვიღაცამ სექსიზმში ჩაგვითვალოს. სხვა სრულ აი ესე. ან მსუქანი კაცი, ესეც შეიძლება. მოკლედ დავფიქრე კიდე ბევრ რაღაცაზე ვერ ხუმრობდით რა. აი მაგალითად არ შეგვიძლია ადამიანის ვიხუმროთ ადამიანის სიმაღლეზე ესე თამამად, არც ორიენტაციაზე შეგვიძლია ესე, არც კანის ფერზე შეგვიძლია ესე ხუმრობა, არც ეროვნებაზე. ხო, ნუ მოკლედ ესეთი ამბავი აღმოჩნდა რა და რო დავაკვირდით, ერთადერთი ვიზა შეიძლება თამამად ვიხუროთ, ეს არის თეთრკანიანი, მამაკაცი და ჰეტერო. აი, ესე შეგიძლია კარგად იხუმროს, თან თუ ქართველია, შეგიძლია ათრიო პატრონი არ აყავს არა. აი ესეთ დასკვნამდე მივედით მეგობრებო, მოკლედ რა, თან ეს ჩვენი უწყინარი ხუმრობები თვითონ ჩვენს მაგალითად ჭარბწონიან ან გამხდარ მეგობრებს კი არ წყინთ. მათ უფლებადამცველებს წყინთ. თორე თვითონ იცინიან ხალისობენ ჩვენთან ერთად მეგობრულად. პრობლემა არ აქვს არავითარ. ერთად ვიცინით ხოლმე. ყავს მეგობრები, წარმოიდგინეთ ორიენტაციისაც, სიმაღლისაც, წონისაც, ჩვენზეც რა იცით, ვინ როგორი ვართ არამედ. არამედ პრობლემა არ აქვს. რა იცით, მსუქანი ვარ. არავითარი პრობლემა არ აქვს. ისე რა გინდა გიხარ ჩვენი რეფორმაში. რამე ის თუ მაიცა მოიცა სანამ სხვებზე დავიწყებთ. ჩვენ თვითონ აი როგორი პრობლემა ქონია, მაგალითად წონის პრობლემა თუ ქონია. ქონია წონის პრობლემა? შენ თუ ქონია წონის პრობლემა? არა, გაქვს წონის პრობლემა? არავითარი. არა. და ხიპი რო გაქვს პატარა? ხიპი მაქვს, მაგრამ პრობლემა არ მაქვს. რა არის რო? რა პრობლემა? კაცია. ვიცი. მე არა, ხო? თუმცა ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც მე გადავწყვიტე, რომ ფორმაში ჩამდგარიყავ. არსებობს. ეხა რაღაცას ვაიმუნე. მე წარმოვიდგინე. არა, მართლა გადავწყვიტე. ტრენაჟორებზე შევედი. მოკლედ მეთქი უნდა დავიყო და ვეტაკე, ნუ იქ თავისი ისტორიები იყო, ვინ როგორ ვარჯიშობდა და მე როგორ დავიდგუნე, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ მე ვარჯიშა. მოკლედ ჩავატარე ვარჯიში, არაფერი არ დამეტყო. მივარჯიშე ერთი თვენახევარი, არაფერი არ დამეტყო. მე რაღაცა დრო გამოხდა ხანი, მე კიდე სხვა სატრენაჟორო დარბაზში დავიწყე სიარული, იქაც ერთი თვენახევარი მე არის, არაფერი არ დამეტყო საერთოდ. არა ხო? მე წავედი ზღვაზე, ზაფხული მოუწია და იქ რაღაცა ფრენბურთის ზღვა, იქ თამაში რაღაცა, მაინც არაფერი არ დამეტყო რა, არაფერი და სექტემბერში ჩამოვედი და საიდუმლო მოხდა. შეყვარებულმა დამადო. და ვარჯიშები და ამბავი. ვარჯიშები ჩავლილია უკვე. ვინერვიული, არც ვჭამდი, არც არაფერი და აი დეპრესიაში დავდივარ და ერთ დღესაც გამოდივარ აბაზანიდან პირსახოციდან, ბოდიში უკაცრავად პირსახოციდან. სარკესტარო ჩავეხედე, უცებ ნანერვიულებული, გამხდარი, ის ძველი კუნთების წყუარი, გარუჯული, მეთქი იმის დედასათილი. აი ესე გადავაგორე მე შენი დეპრესიის ამბავი. შენი დიეტის შენი ისა თარხნიშვილის დიეტა. თარხნიშვილების დიეტა. შეიყვარეთ ვინმე, დაშორდით და შემდეგ დადექით საკაიფო ტანზე. მეც მქონდა პრობლემა სხვათა შორის ფეხბურთს შევეში, ახლა შეშვებული ვიყავი ფეხბურთს. ეხლა წარმოიდგინე რა, ანუ მთელი ეს ეხლა ის ძალიან დიდი სტრესია. შეყვარებულზე ნაკლები დაშორება არ არის. ფეხბურთს შეშვები და მიჯერე რა. ეგეც შეყვარებულია თუ უფრო მეტია რა. მაინც შენ დაადე თუ იმან დაგადო. ბიჭო, ერთ აი ესე მოხდა რა, ხო იცი, ურთიერთობა რთულია და ეხლა რატო გიყვები გესმის რომ მორჩი ფეხბურთს ეს რაც კი აქ კუნთები მქონდა. ეხლა ნელ-ნელა დაიფუშა, ჩაიფუშა. და ეს უკანალის რაღაცნაირი ჩაკჩაკა გამიხდა, გაიგე? ანუ ესე ისეთ ვიღარო და რაღაცნაირი ნესვივითა ვარ, გაიგე? ეგეთ ფორმაში ვარ და ეს ძალიან ფოტოები აღარ გინდა გადაგიღონ რაღაც, ხო ხტე რაღაც კაც გაწუხებს რა. და ესეთი და მიდივარ სატრენაჟორო დარბაზში, ვერ ამბობს თან დიდი ტრაკი მქონდა. დიდი ტრაკი. ვერ ამბობს. ნესვივითა მეთქი მეტი რა თქმა და ეხა რა მივედი იქა და ინსტრუქტორი დამხდა და ვეუბნები რომ რაღაც გავიყვანო რომ მეთქი აი თუ შეიძლება მეთქი აი ტრაკია, ნუ დიდია რაღაც. დამეხმარო ცოტა მეთქი რა ხო ხტე მეტყდება რა. ფორმაში ვიყავი ამდენი ხანი. ეს რა არის ვეუბნები და კაი ერთი წამი თუ აი დადექითო თქვენო რაღაცა და ეხლავე მოვალთ შემოგერთებით. მოვიდე და მეუბნება რომ ანუ მეთქი, ოღონდ მეთქი ხა აი დიდად ესეთი ნაკაჩავები ტიპი კი არ მინდა, პროსტა მეთქი ესო და რო ჩავიყენო ისე ფორმაში. კაი, უბრალოდ დადექითოთ იქ მატრასი იყო რა და ესეთი ვარჯიშებიო მე ხავე მოვალო. აი ეს გააკეთეო, აი. დავდე, მე დავდექი და ვაკეთებ ეხა ამას რა. ვაკეთებ ბიჭო, გავიხედავ ვიღაცა ერთ ბიჭები მოდიან ესე გადასმულებს შემოხედავენ.
აი კიდევ ვიღაცა მოვა გამომშე რომ დედა მეთქი ვაშო რას ვაკეთებ არ მინდა ბიცეპსია ხა ხო შეიძლება ერთი კონკრეტული ადგილი მაქვს მოსაგვარებელი და გავარდა ნელა მიერთდებიან სხვა გოგოები და ხუთი სინდი კროუფორდის ვარჯიშები რო იყო ხო იცი ერთად სიკოში ამას ვაკეთებ რა და მე მივხვდი ერთი 5-10 გოგო რომ მოვიდა და ყველა აბა ერთად და ფოტოები და რაღაცა მეთქი ვაიმე და ნელა წამოვედი თორე რაღაცა დაიყენე აბა შემობრუნდი აბა ილო შემობრუნდი აბა გვაჩვენე ჭარბიწონა ხო არის ის რისგანაც ვდგებით დიეტას ძირითად შემთხვევაში რა არის პირიქით დიეტები ხო რომ ჭარბიწონა და მე მგონია რომ ჭარბიწონა ხშირ შემთხვევაში ხო ცოტა შორიდან იწყება რა და მშობლების ბრალი არის ხოლმე ბევრ შემთხვევაში არის ეგეთი შემთხვევა რომ აი მაგალითად მშობლებს გონიათ რომ ბავშვი რაც უფრო ბევრ საჭმელს შეჭამს რაც უფრო ბევრს აჭმევენ ხო მით უკეთესია ამ ბავშვისთვის რა რაც უფრო ბევრს აჭმევენ აი მაგალითად პირდაპირ ზუსტად გეუბნებით გამიგია ესეთი ამბავი მეუბნება ერთი რომ რამა დააქო ჩემ ბავშვო ბიჭო გუშინ 20 ცალი ხინკალი შეჭამაო ну ხო არაფერი არ არის ახლა ეს შეიძლება ხო გაგიკვირდეთ 20 ცალი ხინკალი ბავშვმა შეჭამა რა პრობლემა მაგრამ ამ დროს ბავშვის ასაკი არ გაინტერესებს ბავშვი არის 4 წლის 4 წლის ბავშვი 20 ცალ ხინკალს მოხდენი ბებიაგენაცვალოს ან მამა ან რომელიც აკეთებ არ უნდა იმას 20 ასაკისთვის ძალიან ბევრია ნუ აჭმევთ ხინკლებს 20 წელს მაზიანზე ღვინოს ნუ ასმევთ 4 წლის ბავშვს მამას ბიჭია მე და ხანწი კიდე ერთი მტკივნეული ამბავი მინდა ეხლა ყველას გავახსენო ვინც ასე ვთქვათ ცოტა წონაში მოვიმატეთ კი არა მოვიმატეთ ვინც წონაში მოვიმატეთ თავისუფლად ჩემპიონზე შემიძლია სიგამხდრის დროინდელ ტანსაცმელს რო ვინახავთ ხოლმე საყვარლად და რო გამოვიღებთ ხოლმე კარადიდან რა და იმიმედით რომ ოდესღაც ამაში ჩავჯდებით მე ისევ შევდებ და ბოლოს ან მე ძმისშვილს ან დიშვილს ან ვიღაცას ბარდება ის ტანსაცმელი მაგრამ სტიმულისთვის ძალიან კაია ხოლმე გამოვიღებ დავხედავთ ჩავეკვეტებით ვერ ჩავეკვეტებით ძალიან კაი შევდებ კიდე იცი რა არის ჩვენი ეპოქა ტექნოლოგიების ეპოქა მეგობრებო ისე წინ წავიდა ეპოქა ხო ტექნოლოგიების რომ მე ვფიქრობ რომ კეიფსაც ესე უნდა მიეხედოს რა როგორ უნდა გახდეს მაგალითად ხო არის ვისაც მოწევა არ უნდა სიგარეტის ელექტროსიგარეტები ხო გამოიგონო და ხო შეიძლება რომ გამოიგონო ელექტროგოჭის ხორცი ელექტროხინკალი ელექტროთაბაბი სუფრაც იქნება ელექტრონული გადაიღეთ ქათამი თორე დაჯდება ელექტრო შეერთებული რო არის ჯდება უკვე 5%-ზე თამადაც ელექტრონული იქნება ლიპინი უნდა დაიწყოს თამადა რო დაჯდება ჯდება ისე რა გინდა მშვენიერი დიეტა მე ელექტრო დიეტა კიდევ ესეთი ერთი ხრიკი არის რომ თუ დიეტის დაცვა არ შეგიძლია თქვათ და გინდათ რომ გამხდარი გამოიყურებოდეთ ამ დროს ირჩევთ ვიცით ეს ხრიკი რა ცოტა უფრო მსუქან ადამიანს სამეგობროდ ესე იგი უყურეთ მე აქ შეგნებულად არ ვამბობ ამას კაცი გააკეთებს თუ ხალი რა მნიშვნელობა აქვს ვირჩევთ მსუქან ადამიანს სამეგობროდ ხო ხდებით და მასთან ერთად დავდივართ შესაბამისად ჩავართ გამხდარი ანუ ხო არის ეს ხო გაგიგიათ რომ შავი ახდუნებს შავიც ახდუნებს და ცოტა მსუქანი მეგობარიც ახდუნებს ეს ის ამბავი გოგოები რომ დაქალება ცოტა ისეთებს ხო აი კი ბატონო პირდაპირ და ძმაკაცები რომ ყავს ბიჭებს დავაბალანსოთ რა გენდერულად ეგრევე გენდერულად დავაბალანსოთ რას დავაკვირდი იცი ბიჭო პლასტიკა მეცვება ძალიან წონაში რომ ვიმატებ რაღაცა სხვა ადამიანი ხვდები ხომ აი მაგალითად ეხა როცა გამხდარი ვარ სადღაც რომ ჩხუბი მოხდეს ხო ძირითადად ისე ვარ ხომ რომ აი დაწყნარდით რაღაცა ხო ყველაფერს ალაგებ წონაში რომ ვიმატებ ესეც ხო მასკდება რაღაცნაირად სულ სხვანაირი ხვდები გაიგე მე და მე თუ ჩხუბია შენი დედა უკვე პლასტიკა სულ სხვანაირი მიხდება რა აი ორი ჯირკვილი ვარ მე ვდივარ სიგარეტსაც უკვე ესე კი არ ვეწევი ამაში კი არ ვეწევი აი ამაში ვეწევი აი კოტილად ითებს რას ხაცა ის მინდა პოლიტიკაში წავიდე და რაღაც ფიქრები მომდის მე რა ასე რომ მთელი სამყარო იცვლება ძმაო ისე წონის მომატებასთან ერთად წონის აღქმა საერთოდ ყველა ადამიანს და რეგიონებშიც კიდე განსხვავებულია ხოლმე აი მაგალითად იშრომებ ივარჯიშებ გახდები ყველა ქუჩაში შეხვდებოდა და რა კარგად გახდი რა კარგად გამოიყურები სადმე რეგიონში სოფელში ჩახვალ ეგრევე გეუბნები დედა უყურეს როგორი დასუსტებულია პატრონია ო იქ შენ ადრე ხო ეგრე იყო მაგალითად ქალი თუ სუქანი არ იყო და ხორციანი არ იყო ესე იგი არ მისი ფორმები არ იყო კარგი რატო ადრე რატო ეხლა არა დიეტა გარდა იმისა რომ არის საკუთარი სხეულის
ფორმაზე ზრუნვის საშუალება, ხო, ფორმებზე ზრუნვის საშუალება. გარდა ამის არის მოდულიც, ხო, რაღაცნაირად ტრენდულიც არის, აი პონტიც არის რაღაცნაირად, ხო? მოდი ახლა ვთქვათ, რაღაცნაირად პონტიც არის რა. თან პონტი არის როდის იცი, როდესაც მიდიხარ დიეტაზე, მაგალითად დიეტოლოგთან და ციციბურას თუ გინიშნავს, ხო? ციციბურას თუ გინიშნავს, ხო, აი პირდაპირ ითხოვს. პონტის დიეტა არის როგორ, ისე დიეტოლოგთან კი არ მიდიხარ, რომელიც მაგალითად ბრინჯის დიეტაზე დაგსვავს ან რაღაც ეს ჩვეულებრივია, ყველა შეუძლია. აქ იგულისხმება, როდესაც მიდიხარ დიეტოლოგთან, ის შესაბამისი ფრაზებით გიხსნის რა უნდა იკვებო რა, მაგალითად აი შესაბამისი დიეტური მენიუ გაქვს. ციციბურა კი არა. აი მაგალითად ბროკოლის მუსი, ჩია და აი კინოა ძალიან კაი, მაგალითად აი კინოაზე ვარ, აი მე დღეს უნდა ვჭამო დღის დილით ჩია, მთელი დღე მე მოხაშულ რკოზე უნდა ვიყო და საღამოს კინოა. კინოა რა არის? მე დამგუგლე და რაღაცა არის რა. ანუ მცენარეა? მცენარეა რაღაცნაირი. არიცი კინოა რა არის? იმიტომ მაგ მაგხელა მუცელი რა. მალე შეიძლება აპლიკაცია მოკლედ მეგობრებო ამით ის თქმა მინდა იცი მე მგონი ერთხელაც მობეზრდებათ ამ დიეტოლოგებს აი ამ სისულელეს ხო იგონებენ მე ჩვენ ყველაფერს ხო უჯერებთ ბოლოს ვიფიქრებენ აბა ერთი ადამიანი დაგვიჯერებენო და ერთ დღესაც გავიგონებთ ესეთ ფრაზებს ვაიმე ვანიკო დღეს ვარ კორკიმელის დიეტაზე მარტო კორკიმელის კაფე უნდა ვჭამო და აი შოქში რო არიან ტიპები საქმეშოულობ კორკიმელს გეხოს მარტო ჩემ დიეტოლოგს აქ აი ეგ რა არკოს ჩირი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აქ ვერ დაიცა ოქროს შუალედს ფაქტია იმიტომ რომ აი მაგალითად ან უნდა იყო ბოლომდე გამختარი, იმიტომ რომ მე ხარ ამემართება ხოლმე. ან ბოლომდე სუკანი და რატო? გეტყვით. ხიპი ან არ უნდა გქონდეს, ან თუ გაქვს, უნდა გქონდეს ძალიან დიდი. ეხლა როცა ვარ ხოლმე მაგალითად გამხტრებში, მე ხომ მაქვს ეს ცოტა ხიპი რა. რაღაცა მგონია რომ ხიპიანი ვარ და ახალგაზრდებია და ცხოვრება ჩქებს და ჩემაწლებმა უკვე ჩაი არა გესმის? არ არის კაი ამბავი. და როდესაც ხიპიანებში ვარ, რაღაცა პატარა კაცი ვარ თვითონ. არ არის ეს მეკითხება, და თავისთვის განა ლაპარაკობენ. ბიჭო ის ისა რაღაცა და შენ რომ დაბლიდან გახდა და ხო მეც იმ დღეს რაღაცა მე ხო და მივიდა თამაზას ბიჭი გამოვიდა დავიდა იმასთან წავიდა და შენ იქიდან ხო მეც იმ დღეს თამაზა უნდა ვინა ვისთან არის ხო ამიტომ ვერ დაიცა ოქროს შუალედს მაგ ამბავში რა ამიტომ დაიკიდე ილო როგორ ჩენგი და ისეთი იყავი კი თან იცი რა არის რომელი თამადა გინახავს აი ესეთი ვინც არის ლეგენდარული თამადები ყველას ქონა ხიპი ხა ვინ დაუჯერებს თამადას რომელიც არის გამხდარი სუფრაზე ყურადღება აი ხო შა რო იტყვის მე მინდა ეგრევე მოიყვება თამადას მოусმინოთ უბალ თამადას მოусმინოთ ყველა მოგაქცევს ყურადღებას თან შორიდან ჩამხარ ისე ეხა რო თვალებს და რომელია ის არის და ეგრე არ გამა ან მარტო ის არის ამიტომ წონასაც თავისი პლუსები აქვს და არ გამომიხდეთ არასამთავრობო ორგანიზაციები ხო და მან მარტო ის კი არ იქნება რომ წონი ესა ჩანხარ შორიდან ის წონას და იმას რა დავისი ისა დაძალება მთავარი სუფრაზე და სად ეგრო დაგაძალებს და სად ეხმეთები დალიეთ აი ხო მართალია თამადისთვის განსაკუთრებული ამბავია გამხდარ ადამიანი მოითხოვს და მოითხოვს მე ძალიან კარგი დიეტა ვიცი ერთი რა დიეტა იცი ხია რა ერთი ვიკენდი უნდა ხო როგორ უნდა თქვა შენ დღეს თქვი ვიკენდიანი ერთი ვიკენდიანი ის ვიცი რა ქვია დიეტა რა დიეტა კლუბის დიეტა ამ ხუმრობას გაიგებს ის ხალხი კლუბურ დიეტას გულისხმობ ბატონო ანუ ცეკვაო და ოფლად იღურები მაგ ხო მაგას კი როცეკვაო ხო როცეკვაო მთელი ღამე როცეკვაო ვარჯიში ანუ როგორც ვარჯიში ხო მაგრამ მეგობრებო არ ვიცი ვის როგორ გსურთ ვისაც როგორ გსურთ ყველას იმ ფორმაში გისურვებთ ყოფნას რა წონაზეც გსურთ იმ წონაზე იყავით მთელი ცხოვრება როგორც მოისურვებთ აი ესე იყავით ყოველთვის ჩემო მეგობრებო მაგრამ მე შემიძლია ერთი ძალიან კარგი რაღაც გასწავლოთ ვიცი რომ ძალიან რთულია ბევრისთვის ვარჯიში ბევრისთვის ძალიან რთულია ამ დიეტის დაცვა და რთულია შესაბამისად ფორმების შენარჩუნება მე გეტყვით უეჭველ ვერ დაიცავ დიეტას უეჭველ მეთოდს გასწავლით ჭამეთ რამდენიც გინდათ ოღონდ იაპონური ჩხირებით ხო ხუმრობა არ არის ეს ჭამეთ რაც გნებავთ რამდენიც გნებავთ ოღონდ ჭამეთ იაპონური ჩხირებით დამიჯერეთ ზედმეც ვერაფრით ვერ შეჭამთ. ვერანაირ. კი არა, რაც გჭირდებათ ის თუ მიიღეთ, დამირეკავთ და მადლობას ვეთქვით. ასე მეგობრებო, ჩემი მეთოდით სადღაც მოინიშნეთ. სადღაც მოინიშნეთ. თან იცი რა არის ბიჭო, აი ხა ენასაც ხო მნიშვნელობა აქვს რა, ანუ. აი მაგალითად საქართველოში ხო რაღაცას უჭამე ყაურმა ჩიხირთმაც ხო რა არის, ჩიხირთმა. გოჟღერა და ხაშლამა. ქაფული. ჩალაღაჯი, ჩაკაფული. შადღალაჟული შაინა გოზინა გვაქვს ჩვენ შორის და ეხლა ამ დროს იგივე შემცველობის რაღაც კერძები შეიძლება შეუკვეთო წარმოიდგინე იქაც ზუსტად ღორის ბეჭი იყოს ოღონდ იაპონურ რესტორანში ვერაცას ვერ გაიგებ რო ეს
არა დიეტური. მე აუ თუ შეიძლება ესე იგი ერთი მაკაცუკი მინდა. ამ დროს ეგ არის ჩამოთლილი ორი სალა. ერთი ნაკამატე. ამ დროს გაიგე და თან თუ არიცი ხო ცხიმში ჩაბუჟბუჟებული რაღაც ისე ქვია. ლორი. და ყველაფერი შრის მაკაცუკი ნარუტო ტაკამასა ნაკემეკი ტოკო ტაკამაკა მაკაცუკი. დიეტურად ჟღერს. ამ დროს ყველაფერი არის რა იცი და დიეტურად ვაიმე ძალიან მომშივდა ასე ძალიან რომ რაც გინდა ჭამე მთავარია რომ კითხავენ რას ჭამო ძალიან შია მაკაცუკი. მაშინ დავასრულოთ პირველი ნაწილი. პირველი ნაწილი და სანამ მეორე ნაწილზე გადავთ რაღაცა ვერ უკმავ ჭამოთ